მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვაჟა უთარაშვილი ვაგრძელებ გადაცემათა ციკლს ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება. ჩვენი დღევანდელი გადაცემის ძალიან საპატივსაცემო და ძალიან ძვირფასი სტუმრები მინდა წარმოგიდგინოთ. ალბათ ეს განსაკუთრებული გადაცემათა რიცხვს მიეკუთვნება დღევანდელი ეთერი. მინდა წარმოგიდგინოთ სოფელ ალიბეგლოდან ჩვენი ძვირფასი ხელოვანები ლაშა ასლამაზიშვილი, ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლ ლეგენდის ხელმძღვანელი და ასევე ალიბეგლოს ქართული თეატრის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი ნაელი თოფალაშვილი. მოგესალმებით, კეთილი იყოს სტუდიაში თქვენ მოგზანება ალიბეგლოდან, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიდან და ჩემი სტუმარი და ჩვენი ახლობელი შემოქმედი ფატი კიპაროიძე, ცნობილი უფლებადამცველი და იურისტი და მწერალი. თქვენ მიხვდებით გადაცემაში, რომ ფატი კიპაროიძე შემთხვევით არ არის ამ გადაცემაში. საქართველოს სტუმრობენ სწორედ ალიბეგლოს ქართული თეატრის და ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლის ხელმძღვანელები, მთავარი რეჟისორი და ბუნებრივია, რომ ძალიან საინტერესოა მათი ცხოვრების, მათი შემოქმედებითი მოღვაწეობის გაცნობა, მათი სახელოვნებო რეპერტუარის გაცნობა ქართული საზოგადოებისათვის. მე ახლა სიტყვის ალავერს გადავალ ქალბატონ ნაელი თოფალაშვილთან, რომელიც კიდევ ერთხელ ვაცხადებ არის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი ალიბეგლოს. გახსოვს, რომ ეს თეატრი ძალიან ძვირფას ქართულ საქმეს აკეთებდა, ძვირფას სახელოვნებო საქმეს აკეთებდა, ორ სახელმწიფოს შორის დამეგობრების დიდ საქმეს აკეთებდა და სამწუხაროდ აღარ არის ცოცხალი ის დიდი ხელოვანი ანზორ დოლეჯიშვილი, რომელმაც ძალიან დიდი კვალი და საფუძველი ჩაუყარა ქართულ ხელოვნების და კულტურის აღორძინებას აი ამ თეატრში და ამ სოფელში. ქალბატონო ნაელი, შემთხვევითი არ არის, რომ თქვენი თეატრი ილია ჭავჭავაძის სახელობისა და ასევე სახელმწიფო დრამატული თეატრია. დავიწყოთ უპირველესად იქიდან, რომ აი წერან ფატი კიპაროიძე ვახსენე, სწორედ ფატის რამდენიმე პიესა იგმება თქვენს თეატრში უკვე გარკვეული ხანია, მაგრამ ზოგადად მინდა თქვენ ესაუბროთ თქვენ თეატრის ცხოვრებაზე, მსახიობებზე, იმ რეპერტუარზე, რომლითაც თქვენი თეატრი წარდგება ხოლმე აზერბაიჯანელი მაყურებლის წინაშე და ასევე ქართველი მაყურებლის წინაშე, რომელიც სოფელ ალიბეგლოში და აი ამ რეგიონში ცხოვრობს. მოგესალმებით, ჩვენი თეატრი არ მეც დავიწყე ქალბატონი ფატი კიპაროიძით. ხო და ქალბატონი ფატი კიპაროიძე ძალიან დიდი გულშემატკივარია ჩვენი თეატრის. მაშინ როდის გაიცანით? ჩვენ გავიცანით 2017 წელს. როცა მე გავაკეთე ფატი კიპაროიძის პიესა დედაჩემი პაიმანი წარსულთან, ანუ დედაჩემი ყველაზე ლამაზია. მაშინ გავიცანით, ჩამოვიტანეთ ეს სპექტაკლი რუსთაველის თეატრში. არ ვიცნობდი. ვითამაშეთ რუსთაველის თეატრში ეს სპექტაკლი და მაშინ გავიცანით ქალბატონი. ეს არის 2017 წელი. აი მის მერე მეგობრობთ, ძალიან მეგობრობს ჩვენ თეატრთან. მერე ჩვენ გავაკეთეთ ისა სიჩუმის კივილი, ქალბატონი ფატის თეკლა. აი სამი პიესა გვაქვს გაკეთებული ჩვენ ქალბატონი ფატის რეპერტუარიდან. ძალიან სასიხარული. ხო და რაც შეეხება ჩვენი რეპერტუარი, ჩვენ ვაკეთებთ საერთოდ ქართულ პიესებს, ქართულ დრამატურგის პიესებს. ხო და ქართული დრამატურგთა პიესებს. ხო, ქართული დრამატურგების პიესებს ვაკეთებთ. ისა თამარ ბართაიას მოყავს სახლები, მთავარი როლი.
გურამ ბათიაშვილის წერილების შვილებს რომეო და ჯულია ნიკოლოზ ზულუკიძის იგავარაკების მიხედვით გავაკეთეთ ისა სიბრძნის ქარავანი ალექს ჩიღვინიძის მარინა რევია ისე რომ ჩვენი რეპერტუარი ყველა ქართული დრამატურგების ისა დრამატურგების ძალიან საინტერესოა შედგებოდა ჩვენ თეატრში 12 მსახიობია აი ერთადერთი ჩემი გვერდით მიზის ერთ-ერთი გვერდით მიზის ლაშა ასლამაზიშვილი კი რა თქმა უნდა მსახიობების ერთ გუნდად მუშაობთ მარტო მე არა მთელი გუნდი ერთად მუშაობთ და გამოვიდეს რაც გამოვიდეს რა ბატონო ვაჟა ახლა ხან ქუთაისში ითამაშა ორი დღის უკან სპექტაკლი ქალბატონი არის ძალიან თავმდაბალი და პირველად ვხედავ რომ ის საუბრობს თეატრის შესახებ ძალიან თავმდაბალია და არ უყვარს საუბარი ზოგადად საკუთარ მოღვაწეობაზე და ალბათ არ იტყვის იმასაც რომ ახლა ხანს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ეს ფაქტიურად დააჯილდოა თუ არ ვიცი რა უნდა დავარქვა და ამის შესახებაც უნდა თქვას აუცილებლად და აგრეთვე კონკრეტულად ახლა იყვნენ ქუთაისში ითამაშეთ სპექტაკლი 25 ვიყავით ქუთაისში ფესტივალზე ძალიან არ ვიცი ძალიან კარგად და თბილად მივიღო ქუთაისმა და ქუთაისის მაყურებელმა ვითამაშეთ შოთა რაყვას ჭიშკართან ლადო მესხიშვილის თეატრში. ხო, ლადო მესხიშვილის თეატრში, თითი სცენაზე. და თქვენ ჯილდოზე ხო და ისაუბრო. მე ახლა მომანიჭეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრემია. დიდი საქმეა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და გილოცავ სულით და გულით ქალბატონო ნაელი. და ბატონო ვაჟა, ესეც ძალიან საინტერესო რომ რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლიო ჭავჭავაძის სახელს აღარ ატარებდა ეს თეატრი და 2024 წელში დაუბრუნეს ეს თეატრი ეს მე მგონი ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიოში რომ უცხო ქვეყანაში სხვა ქვეყნის სახელმწიფო თეატრი არის ანუ აზერბაიჯანის წოდებაც ნახეთ აზერბაიჯანის ქართული სახელმწიფო თეატრი ესეთი არ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დადებითად ვაფასებ ფაქტს რა თქმა უნდა და ეს ქართული ენა რაც იმ სოფელშია ამათი ძალიან დიდი დამსახურებაა რომ ქართულ ენას იქ არ ივიწყებენ და მე შევსწრები ვარ ამ სპექტაკლებს როგორი გულანთებული მოდია როგორი ესწრებიან მაყურებლები მე ისიც მახსოვს მე მგონი მეორედ ვიყავი ცხელი თონის პური შემოგვიტანეს ქართული პური აი თეატრში ვიდრე დაიწყებდა სპექტაკლი და აი ის ქართული სული ტრიალებს კი და ძალიან გასაკვირი იყო მაგრამ სასიამოვნოდ გასაკვირი რომ პატარა საქართველოში გეგონებოდა თავი და რაც მთავარია რომ ეს ხალხი ერთმანეთით ცხოვრობს ერთ გუნდად შეკრულია ის სოფელი ერთად არიან ყველაფერში მე ისე ვიტყვი ალბათ ზუსტად თუნდაც ის სპექტაკლები თუნდაც ლაშას წარმატებაც აი ერთიანობის დამსახურებაა სხვანაირად ვერ მიაღწევდნენ მიზანს იმიტომ რომ არც თუ ისე მრავალრიცხოვანი არიან იქ რომ რაღაც ჯერ რიცხოვანი არიან მაგრამ ეს ძალიან აი ერთ მუშტად შეკრულები არიან ამ თავარია მე ასეთ კითხვა მინდა დაგისვათ თვითონ ეს თეატრი გარდა იმისა თქვენ ბრძანეთ რომ ქუთაისში ფესტივალზე ვიყავით ახლა თქვა 2017-ში ქალბატონი ფატის კიპაროიძის პიესები დადგით თვითონ აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში თუ გაქვთ ხოლმე გასტროლები ხო ბაქოში ვიყავით კი ბაქოში ვიყავით ახლა ფესტივალზე კი ბაქოში ვიყავით ოღონდ ქართულ ენაზე ვითამაშეთ დამახურებელმა როგორ მიიღო ოღონდ აზერბაიჯანელი დრამატურგის ქართულად ნათარგმნი პიესა ვითამაშეთ მირზა ფათალი ახუნდოვის ლენქორანის ხანვეზი ქართულად რა საოცარია ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ისინი ქართულად თამაშობენ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში თუ გაქვთ ხოლმე აი გასტროლები თუ ხართ განებივრებული ამ კუთხით რომ თქვენი
საქართველოს თქვათ ესეთივე ყურადღებას გითხოვთ როგორც აზერბაიჯანული მხარე. არა ისა ყოფილო არ ვარ საქართველოს მხრიდან თითქმის ყოველ წელიწადს ჩამოვდივართ ეხლა ქუთაისში ვიყავით შარშან ვიყავით რუსთაველის თეატრში და ვიყავით კიდე ქალბატონი ფატის დამსახურებით ვიყავით საჩხერეში ჭიათურაში ბოლნისში სადაც ვითამაშეთ ხო ქალბატონი დეკემბერში მაშინ პაემალი ვითამაშეთ მაშინ წინასწრებში კორონა იყო და ესეთი მასშტაბიანი გასტროლი მაგრამ ისე როგორც ჩამოვდივართ ხოლმე თითქმის ყოველ წელიწადს გვიწევს ჩამოსვლა იქაური საინფორმაციო საშუალებები თუ აშუქებენ თქვენ მოღვაწეობას პრესა ტელევიზია პრემიერების დროს კი ჩამოდიან ტელევიზიები ხო ეხლა სიტყვის ალავერც მინდა გადავიდე ფატი და ისევ ჩამერდე ბუნებრივია ლაშა ასლამაზაშვილი რომელიც ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლ ლეგენდის ხელმძღვანელია და ამ ანსამბლის თაობაზე გველაპარაკე ამ ანსამბლის დაარსების ისტორიიდან დავიწყოთ მოდი დაამთავრე მე თბილისში საცირკო საესტრადო იქიდან მოყოლებული როგორ თქვა სულ აიგულში მქონდა რომ ბავშვებს ელემენტარული ქართული ჩოხა ან კაბა ნაციონალური ფორმა ჩაეცვათ ჩემი მხრიდან აი დიდი სურვილი მქონდა რაღაცნაირად იმის მერე მუშაობ 18 წელია ალიბეგლოში 18 წელი ეს პატარა დრო არ არის რეპერტუარი როგორი რეპერტუარი გაქვს ქართული ხალხური ცეკვები მაქვს ყველა ქართული დავლური აჭარული ასე თიულური ხევსურული რავი რაც კი საქართველოში იდგმება ყველაფერი ჩვენთანაც ესე ბავშვები როგორ დადიან რამდენი ასაკის და როგორი ესე იგი 6 წლის ასაკიდან შემოდიან და მე-11 კლასს ჩვენთან 11 კლასია რომ დაამთავრებენ ავტომატურად აბარებენ სხვაგან მიდიან კიდე თავიდან გვიწევს მუშაობა რავი ასე მაგრამ მაინც თაობებს ზრდით არა კი როგორ არა რეპერტუარზე ვთქვით მაგრამ ეხლა გასტროლები უფრო რახან აზერბაიჯანში ვართ აზერბაიჯანში გვიწევს ყველა ტერიტორიაზე თითქმის რავი ვთქვათ იგივე აზერბაიჯანულ დღესასწაულებში კი აი ყველა დღესასწაულებზე ვიღებთ ჩვეულებრივად იმათ აქვთ აზერბაიჯანული ნომერი ჩვენ ქართული ნომერები და არავით არის არა გვაქვს რა ხალხი როგორ ხდება ძალიან კარგად ძალიან კარგად აი ასეაც გვეუბნებიან ხოლმე იმ დღესასწაულებზე მართლა აი ფორმაში უფრო სხვანაირად არიან ბავშვები თქვენ თბილისიდან ჩამოხვედით ასე ეუბნებიან ბავშვებს რა ვიზუალურად რამე სხვანაირად არიან რა ჩაცმულები ქართული მაინც ხოიც ქართული ჩოხი და სხვათა შორის მომხიბლა მე აზერბაიჯანელმა შესანიშნავად იმღერა ქართული სიმღერა და გვარი დამავიწყდა საოცარი რაღაცა აზერბაიჯანმა შამარ მამედოვმა ვირტუოზული შესრულება უბრწყინველესაც და ერთმა გაუმარჯოს ამ კაცს რა და მომნუცხა მისმა ხმა სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ მაპატიეთ რომ გეჭრებით მაგრამ ესენი არ იჭრენ და მე უნდა ვთქვა აუცილებლად იმიტომ რომ ზოგადად ნუ უკვე რამდენი წელია ვიცნობ და ამ ხალხს აქვს საუკეთესო თვისება თავდაბლობა ვერ ათქმევინებ ვერაფერს თავის საკუთარი წარმატების შესახებ. აი სულ ცდილობენ რომ ისი აკეთო რომ ეს არ იყოს რაღაც აფიშირებული რაღაც ესეთები არიან. მე 2023 წელს როცა აქ იყვნენ ჩამო
ჩამოსულები ლაშაც იყო და მე მახსოვს ფორმები იყო მაშინ ქართული ცეკვების ფორმები, რომლებიც რაღაც არ ვიცი მოახერხა და აქედან უნდა წაეღოთ როგორი რუდუნებით იყო ლაშა რომ ეს ფორმები იყო წასაღები და როგორ ცდილობდა როგორ თქვა ჩემ ბავშვებს არ ქონდათ საერთოდ მახსოვს კი პირველად იმდენი ადამიანი დამეხმარა რა ვიცი ხან მეგობრები ხან ჯგუფელები რაღაც ერთმა აქსესუარით ერთმა ჩოხით ერთმა გამოჩნდნენ მეცენატები უანგაროები თქვენი ხანჯლებით დაიწყო ეს ყველაფერი რა ახსოვს კი ეს სხვათა შორის როცა ჩამოსულები იყვნენ მიასეს სკოლაში ვიყავით სტუმრად ვყავდნენ მეყვარლი დირექციასთან შეთანხმებით იქ ძალიან კარგი შეხვედრა მოუწყეს ბავშვებმა მაღალ კლასის მოსწავლეებმა და მათ გადასცეს სუვენირად ხანჯლები რომლებიც ლაშამ რა თქმა უნდა თავისი ანსამბლისთვის წაიღო ეს მაშინ გაშუქდა კიდეც იყო ამის თაობაზე საუბარი ინტერნეტ სივრცეშიდაც იყო ძალიან ბევრმა სკოლამ გამოთქვა მის შემდეგ სურვილი რომ ქონდოდათ ურთიერთობა თუნდაც ალიბეგლოს ქართულ სკოლასთან რომელიც საუკეთესო მე არ ვიცი ესეთი სკოლა საქართველოშიც არ არის უკვე იმიტომ რომ იქ კლას კაბინეტებში არის ქართული მწერლები ქართული მეცნიერები ფოტოები ყველგან მთლიან ფოიეში კლასებში აი ქართულია იქ ყველაფერი და ვერ წარმოიდგენთ რომ იქ აზერბაიჯანია ან სხვა სახელმწიფოა ნუ აზერბაიჯანთან მე არაფერი პრეტენზია არ აქვს უბრალოდ ვამბობ რომ სხვა ქვეყანაში სხვა ქვეყნის კულტურა მეცნიერება არის ძალიან დაფასებული და არავინ არ უშლის იქ ხალხს რომ ქართულად ისწავლონ და ქართული განათლება მიიღონ ესე ვთქვათ და მაგრამ ნუ იქ არის რაღაცა ჯერჯერობით საზღვრების შეკეთებასთან დაკავშირებით ურთიერთობის პრობლემები და იმედი ეს მოგვარდება რომ თავისუფლად ბავშვების იყო მაგალითად დიდი სურვილი იქნება ჩვენთვის მართლა ერთხელ ქართულ სცენაზე აი ეს იმედია ბატონოვაძე უნდა დავეხმაროთ დაუდგეთ გვერდში ხელისუფლებას მიმართა რომ ქართული სცენაზე იცეკონ აი ნებისმიერ ჩვენი კონცერტი იყოს აი ნებისმიერ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა რომ სოფელ ალიბეგლოს ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლი ლეგენდა მოვიწვიოთ საქართველოში სხვადასხვა რაიონებში დასავლეთ საქართველოს იქნება თუ აღმოსავლეთ საქართველოს ხო ტარდება ხალხური ცეკვის და სიმღერის კონკურსები ფესტივალები ნუ დავივიწყებთ რომ მოვიწვიოთ სოფელ ალიბეგლოდან აგერ ხელმძღვანელი ლაშა ასლამაზაშვილი ანსამბლი ლეგენდა ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლი ყველა ქართულ ცეკვას ვასრულებთ ახლა ჩამოთვალა რეპერტუარი და აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქებში მართავენ კონცერტს და საქართველოს ქალაქებშიც გავამართინოთ კონცერტი ამ ბავშვებისთვის როგორი სტიმული იქნება როგორი ეროვნული სიხარული იქნება ელემენტარულად და კიდევ უფრო დაახლოება იქნება მორი სახელმწიფოსი ერთმანეთთან მე ესეთ კითხვას დაგისვათ რომელ კონკურსებში მონაწილეობთ ახლა იქ თვითონ აზერბაიჯანში სხვადასხვა კონკურსებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა ან ლაურეატის წოდება თუ მიგიღიათ თქვენს გეკითხებით და თქვენს არა მე პირადად არა მაგრამ არა თქვენ ხო იყავით რაღაც არ ქონიათ კონკურსებში მონაწილეობა კი ვიყავით ის ფესტივალზე რო ვითავაშეთ ხარვეზერი მოქცეს ის ფესტივალზე ის ლაურეატის წოდება კი თქვენ რომელ ქალაქებში გაგიმართიათ კონცერტები აზერბაიჯანში? ქალაქ გენჯაში, უბრალოდ რაიონში ჩვენ ახლოს არის და კახში ბევრჯერ გვიწევს. აჰა. და რა ვიცი, აი ქართული სოფელია. ბაქოში თუ ქონია? ბაქოში არ ყოფილვარ, არც ბაქოში. ანსამბლში რამდენი წევრია? აი თქვენ ბრძანებს 6 წლიდან იწყება ბავშვი რამდენია? აი ვინც მოქმედია ანსამბლის? რამდენი ბავშვია ესე? ესე იგი 80-მდე ისა მოცეკვავია ჩემს ანსამბლში ყოველწლიურად. რა თქმა უნდა, მარტო მე არ მუშაობ, ჩემი მეუღლესთან ერთად მიწევს ეს ყველაფერი, დაუთავება, მაკიაჟი, კონცერტის სულელობაში ყველაფერი ორდნი იმაშვრებით რა. დიდი საქმეა რა პატი.
მე ვიყავი პირველად რომ ჩავედით, არა უბრალოდ ჯგუფი რომ ვიყავი ჩასული, პირველი შეხვედრა მოგვიწყო ზუსტად ლაშას ბავშვებმა შესანიშნავად შეასრულეს ქართული ცეკვები სცენაზე და მაშინ მახსოვს ფორმებიც არ ქონდათ რაღაც ესეთი ძველი რაღაც ისეთი ეცვათ რომ და მაშინ მივხვდი რომ ესე არ შეიძლებოდა იმიტომ რომ თუ ჩვენ არ მივაქცევთ ყურადღებას ჩვენი კულტურის სამინისტრო თუ გიწევდა საქართველოს 10000 ლარით დამაჯილდოვეს რო ეტყვიან შეუკერეს ჩემს ბავშვებს ფორმები ქართული ნაციონალური ფორმები ოღონდ ჩემი დიზაინერობით რა ჩემი მე როგორი სტილიც მინდოდა მე როგორ სტილსაც ვდგამ ისეთი აჭარულის ისეთი თიულურის ფორმა ისეთი ქართულის აი ზუსტად საქართველოში რაც არის ის მინდოდა რა არ მინდა აიახლებული ის რაღაცები უფრო ეროვნული ძველი ჩვენი ეროვნული ფორმები რაც არის სწორედაა მეც აბსოლუტურად ვეთანხმები ლაშას რომ ის ფორმები რაც ჩვენმა წინაპრებმა აქ მოიტანა ღირებულია და არ უნდა დაიკარგოს გეთანხმებით აბსოლუტურად მე მინდა ისე თეატრს დაუბრუნდე თეატრს თვითონ ქართული მაყურებელი როგორ ხდება თქვენი სოფლის და თქვათ იგივე კახის და ამ რეგიონის ქართული მაყურებელი თქვენ სპექტაკლებს არიან შლაგური რა თქმა უნდა ძალიან კარგად ჩვენ სოფელში განსაკუთრებით კახშიც როჩო თამაშობთ ხოლმე ჩვენ რო ვითამაშეთ პაემანე კალბატონი ფატის ისეთი აშლაგი იყო არ ვიცი რა მართლა ყველა სპექტაკლზე საერთოდ აშლაგია. ეხლა თვითონ ფატის შევეკითხებ, იმიტომ რომ ფატიც არაერთხელ ყოფილა სტუმრად თქვენთან. როგორ შეხვდათ იქ ხალხი, მაყურებელი, მსახიობები, აი ამის შესახებაც რომ ელაპარაკოთ. იცით რა არის, პირველ რიგში მადლობა. თქვენი შთაბეჭდილება. კი, მე მადლობა მინდა გადავუხადო ყოველთვის ვუხდი მადლობას ნაილის, ლაშას და ყველა იმ გუნდს, რომლებიც იქ არიან. იმ ადამიანური ურთიერთობისათვის რაც მათ აქვთ. აქ არ არის იმაზე საუბარი, ჩემი პიესა ეთამაშეს ხვიცი თუ ნებისმიერ პიესას, რომელსაც ისინი თამაშობენ, დგებიან ძალიან დიდი პასუხისმგებლობით. მე მახსოვს, როცა 2023-ში ჩამსულები იყვნენ, როგორ ნერვიულობდა თითოეული მათგანი კულისებში. რომ გადიოდნენ მსახიობები, ესენი აქეთ იმ დონეზე ნერვიულობდნენ, რომ თითქოს რაღაც საოცარ ან კონკურსზე იყვნენ, ან რაღაც ისეთ ადგილზე თამაშობდნენ, სადაც შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდათ. და მე რომ ამათ უყურებდი, მაშინ დავწუნდი ერთ რამეში, რომ ხელოვნებას აქვს ერთი ძალიან კარგი თვისება, რომ ადამიანები დაახლოონ, შეაყვაროს ერთმანეთს. და საზღვრები არ არსებობს. ზუსტად ეს პიესაც პაემანი წარსულთან ამდენად ჩემი ყველაზე ლაბაზია დაწერილი არის კონკურსის ფარგლებში საუბრები საზღვრებს გარეშე. ზუსტად მაგაზე გამახსენდა და მინდა გითხრათ რომ როდესაც პირველად ჩავედი მე არ ველოდი თუ იქ დამხვდებოდა ასეთი ქართული სული. ვაღიარებ, მე უფრო მეგონა რომ იმიტომ რომ ყოფილა სხვადასხვა ქვეყნებში სადაც ცხოვრობენ ჩვენი ქართველები, მაგრამ იქ უკვე ქართული ნაკლებად უკვე ქართული მენტალიტეტი უკვე აღარ არის ისეთი, მაგრამ აი ნახე პირველი რაც ქართველებისთვის ახასიათებელია სტუმართმოყვარეობა რომ ყველანი მოვიდნენ ნაილისთან აბსოლუტურად ეს აი როგორც საქართველოში ხდება რომ სტუმარი მოვიდა ყველანი იქ იკრიბებიან მერე და ნუ ეს იყო აი იქ ვინ იყო მასპინძელი ვერ გაარჩევდი ნაილი იყო თუ სხვა მსახიობი იყო თუ მეზობელი იყო პირველი ნიშანი იმის რომ იქ ქართული სული არ არის მკვდარი და პირიქით ცოცხლობს და მეორე რამაც გამოუცა არის ის რომ მიუხედავად იმისა რომ ნაილისთან არ არიან მსახიობები პროფესიონალი მსახიობები ყველა მათგანი დაავადებულია თეატრით აი დაავადებული რასაც ქვია აი სული ამ სიტყვის მნიშვნელობით მთელი დღის ნაშრომი სხვადასხვა ადგილებზე მუშაობენ რა თქმა უნდა მე მგონი ნაილი არ მუშაობს მარტო ცხოვრობ ხო დანარჩენებს ყველას აქვს თავიანთი სამსახური მაგრამ საღამოს იციან რომ უნდა წავიდნენ რეპეტიცია აქვთ უნდა ითამაშონ და არ არსებობს დაღლა არ არსებობს ცუდად ყოფნა თან სოფელია მაინც თან სოფელში სხვა მე იქ ვნახე კამეჩიც კი ვნახე ნაილის და პირველად ჩემ ცხოვრებაში საოცარი ლამაზი იყო და მე გამიკვირდა და ვკითხე კიდეც ნაილის როგორ ახერხებთ მე ვთხარი რომ დღე აი ესეთი ფიზიკური სამუშაოც ისიც და საღამოს მოდიხართ
ეს გარდასახვა ადვილი არ არის, მაგრამ იმ თან არ ვიცი ახლა თქვენ გახსოვთ თუ არა ეს კულტურის სახლი თუ რაც ქვია როგორია კულტურის სახლის შენობა ფაქტიურად თეატრს არ აქვს შენობა შეკედლებული ვარ ხო შეკედლებულები არიან და ისიც არის საათის რეჟიმის მიხედვით ხან მე მუშაობ ხან ნაილი ხან მეორე რეჟისორი საათის მიხედვით მუშაობ. თან ისიც გასარემონტ გასაკეთებელია, ახლა არ არის ის შენობა, რომ იქ კარგად იგრძნო თავი და ზამთარში იქ ღუმელთან და რაღაც ესეთი პირობები აქვთ, მაგრამ ეს ხალხი ცივ სცენაზე თამაშობენ. მიდიან მთელი დღის ნაშრომი და ცივ სცენაზე თამაშობენ, რომ აი ეს სურვილი, თეატრის სურვილი დაიგმაყოფილონ და მე იციან რომ მთელი სოფლის მაყურებელი რომელიც მოვა მათ შეხვდებიან აპლოდისმენტებით, ტაშით და დაუფასებენ იმ შრომას, მაგრამ ყველაზე მთავარი რა იცი, თვითონ სიამოვნებთ ეს ყველაფერი. და ძალიან დიდი გულით აკეთებენ. მე ეს რაც დავინახე, გაუგნებული წამოვედი იქიდან რომ მე თეატრის სხვანაირად წარმომედგინა, ну, სხვა როგორც ახლა აქ არის ნებისმიერი, მაგრამ მე რომ ნახე რა პირობებში უწევთ რეჟისორებს მუშაობა, მეორე რეჟისორიც არის თეატრში, ლერი უკაცრავად, ლერი შეშვილი. აი, რა პირობებში მუშაობენ ესენი საოცრებაა და ეს ხალხი არის გმირი ხალხი, მინდა გითხრათ და ის ბავშვები ცივ სცენაზე ცეკვავენ ზამთარში. არ იფიქროთ რომ რაიმე პირობაა განსაკუთრებული. არანაირი მე მინდოდა კიდეც მემართა კულტურის სამინისტროსთვის ჩვენი რა თქმა უნდა რომ ჩვენ შეგვიძლია რომ დავეხმაროთ რაღაც პროცესებში და მოხდეს თუნდაც ცირე ინვესტირება რომ იქ ქართული არ იცით რა მინისტრების ტყავის პორტფელების ყიდვაში მილიონები რომ გადისა რა საქართველოს და ამ ხელფასები აქვს პარლამენტარებს ორმა სამმა კაცმა რომ გადადოს და ეს გათბობის ელემენტარული პირობები მოაგვაროს ალბერტოს თუნდაც რემონტის შესაბამისი რა იქნება ახლა არაფერი არ არის მაგათთვის და ჩვენთვისაა თავარი კულტურის სამინისტრო ამაზე დიდ საქმეს რას გააკეთებს იმიტომ რომ ეს ხალხი შრომობს მართლა და ცდილობენ რომ არ გადაგვარდეს ქართული ენა, მაგათია თან გამოთქმაზე, მაგრამ ესია ყველა უცხო ქვეყანაში. ხოლო მეორედ ვიყავით ჯგუფი ჩასული, მაშინ პრემიერა ითამაშეს კიდევ ერთ სპექტაკლის. ჩვენ ვიყავით, იყო სხვათაშორის გუბაზ მეგრელიძეც იყო ჩამოსული, თეატრმცოდნე, რომელიც რეცენზიებს წერს. ჩვენი ჯგუფიც იყო ჩასული. ჩვენ მქონდა ძალიან დიდი გეგმა, უნდა ეთამაშათ მაშინ სპექტაკლი პროექტის პარკლებში, მაგრამ მე კოვიდი დაიწყო ზუსტად ერთ თვეში და რომელი პროექტზე ლაპარაკი ეს იყო პიესა მშავდებულების საზოგადოებასთან ინტეგრაციის ფარგლებში უნდა მოხდარიყო გიორგიო ეს ნამდვილ ამბავზე დაწერილი პიესა და ნამდვილ პერსონაჟს უნდა ეთამაშა. ну, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ არ გამოვიდა, ახლა ვერ გამოვიდოდა, იმიტომ რომ აქედან უნდა ჩასულიყვნენ, იქ ეთამაშა და მთელი ეს გამოირიცხა უკვე. და მაშინდელი შეხვედრაც იყო მართლა ძეიმი, ზუსტად მაშინ იყო რომ პატარა გოგონამ შემოგვიტანა ეს ხელი თონის შოთისპური, აი საოცრება იყო დარბაზში ვისხედით. ძალიან საყვარლები არიან ლაშას ბავშვები, რომლებიც ისეთი გულმოდგინებით ცეკვავდნენ, თითქოს 5 ადამიანი კი არა მთელი საქართველო უყურებდათ. ეს იყო საოცრება და აი ცრემლები მომდიოდა აი თვალებში მქონდა ცრემლი რომ მე სხვა ქვეყანაში დავინახე ჩემი საქართველო და ჩემი ქვეყანა და მე ძალიან მიყვარს მე ჩემი ქვეყანა ერთ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ მუდმივად და სამი თვის მერე მეწყება უკვე ნოსტალგია რომ არა მე იქ მირჩევნია და მინდა გითხრათ რომ ჩვენი ურთიერთობა არ არის მარტო თეატრი და პიესა ეს არის ის მეგობრობა, რომელზედაც შეიძლება ვისაუბროთ მუდმივად, არ არის აუცილებელი ვიღაც საფრთხეს რაღაც გავუკეთოთ, მაგრამ მე ერთი თხოვნა მაქვს საზოგადოებასთან და ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთანაც, რომ მე მესმის, რომ სამთავრობო დონეზე ხდება ხელმძღვანელების შეხვედრა, პრეზიდენტების შეხვედრა, პრემიერ-მინისტრების და ძალიან მოხარული ვარ, რომ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ არ მინდა რომ ჩვენს იმ პატარა ქართულ რა მონაკვეთს ესე ვთქვათ, იმ პატარა ადამიანების თავშეყრას, სადაც კულტურა, ქართული კულტურა ცოცხლობს, სადაც ქართული სიტყვა ზეიმობს, არ მინდა რომ გქონდეთ ისეთი პირობები, როგორიც აქვთ.
ჩვენ პირიქით ხელს უნდა უწყობდით მათ ფორმებითაც, თუნდაც რეკვიზიტებით, რომელიც ნაიზარ გააჩნია თეატრში, საერთოდ თამაშობენ. ყველაფრით არ არის ახლა. კულტურის სამინისტრო ამაზე კარგს რას გააკეთებს ახლა? რომ ამობენ მინისტრები ისე იცვლებიან კულტურისა კონტრაქტი შაურიხის და ახლა რა და ეს ადამიანები წლებია. მაგათი იწყება ან თავდება საქართველოს რა. პირიქით, აი სწორედ ამ ალიბეგლოს თეატრს, ალიბეგლოს ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლს ლეგენდას უნდა შეუწყო ხელი და ეს პირობები გათხოვებას რაც შეეხება თუ ელემენტარულ ფორმებს რაც შეეხება და იმას უნდა მოაწყოს ყველაფერი ამაზე დიდ საქმეს რას გააკეთებ შენი სიხარულს დაუბრუნებ ამ ხალხს რომელსაც სამშობლოსთან შეხების ყოველი წუთი ეძვირფასება რა და პირიქით შენ წელიწადში რამდენჯერმე უნდა უზრუნველყო მათი მოწვევა საქართველოში სხვადასხვა რაიონების სცენაზე წარადგინო მათი სპექტაკლები, სხვადასხვა თეატრების სცენაზე უნდა წარადგინო მათი სპექტაკლები, დააჯილდო, წაახალისო და მოეფერო. აი ეს არის სწორი სახელმწიფო პოლიტიკა კულტურის და არა ის რომ რაღაცა ძვირფასი ტყავის ჩანთები იყიდოს მინისტრმა და იყო დადიოდეს ამიტი რა და რაღაც თავს იწონებდეს. აი თუნდაც ლაშას ანსამბლი ბავშვები ყველა თაობის ბავშვები ყავთ ახლა 6 წლიდან 7 წლამდე ხო? აი ეს თაობა ვიდრე როცა ამთავრებენ ისინი მგონი თბილისშიდაც აბარებენ ხო თქვენ და თბილისშიდაც აბარებენ ყველა თბილისში მოდის. და აძლევს სწავლას. ტექნიკურ უნივერსიტეტში ძალიან ბევრი შემხედრია სტუდენტი ჩემ ჯგუფში პროფესორი ტექნიკურ უნივერსიტეტში და რომლებიც არიან ნაიაკედან სწორედ ჩვენი ჰერეთიდან. და ნახეთ ეს ბავშვები რომ აქ ჩამოდიოდნენ თუნდაც გასტროლებზე, ჩამოდიოდნენ აქ თანატოლებთან კომუნიკაცია ექნებათ, უფრო მეტად ადაპტირებულები იქნებიან. კი, ყველას აყავს აქ ნათესავი რაღაც, მაგრამ ეს სხვა არის. როცა შენ შემოქმედებით უკავშირდები, იმას სხვა გავლენა აქვს, სხვა დონეა უფრო მაინც იმისთვის, რომ თავიანთ თანატოლებთან კულტურული ურთიერთობა სხვა რამეს ნიშნავს. შემდეგ ისინი გააგრძელებენ იმ ურთიერთობას აქ და აღარ გაუჭირდება შემდეგ ადაპტირება და ჩვენ საზოგადოებასთან ესე ვთქვათ რეინტეგრაცია და ძალიან ცუდია რომ ჩვენ ესე ვთქვათ მაინც და მაინც მაგალითად ძალიან მინდა დავეხმარო მაგრამ თითოეულ ადამიანს სალკეულს ესე არ შეგვიძლია ამას ჭირდება მთლიანი საზოგადოება აი მაგალითად ჩვენ გქონდა საუბარი და ვიტყვეთ ერთ ბატონო ვაჟა თუ თქვენ მომცეთნებას აი ბატონი ვაჟას აქვს სურვილი და მინდა რომ ეს სურვილი განვახორციელოთ რომ თუნდაც ჩატარდეს ბატონი ვაჟა ოთარაშვილის საღამო ალიბეგლოს კულტურის სახლში აი ფათი მე რა მინდა გავიხსენო ახლა მაშინ ცხონებული ანზორ დოლინჯაშვილი იყო ცოცხალი მე მაშინ ვიყავი გამომცემლობა გულანის დირექტორი ეს არის 1987 წელი, როდესაც ჩვენ ქართული წიგნები ჩავიტანეთ ბიბლიოთეკაში, ალბათ ექნებათ ჩემი წიგნები. და ისე კარგად მახსოვს ამ სკოლის ეზოშივე ჩატარდა ჯერ შიგნით და მე გარეთ დიდი პოეზიის საღამო სურათებიც მაქვს ახლა უნდა მოუძებნოთ მე სურათები და ხშირი სტუმრები ვიყავით ხოლმე აზორის და ჩაქონდა ჟურნალ ჩავიტანეთ ალმანახი გულანი მაშინ გამომცემლობა ახალგაზრდა მწერალთა ასოციაცია გულანი იყო და ლიტერატურული ალმანახი ჩვენი გამოცემული წიგნები თვალსწრების სამზითო ვეფხისტყაოსანი გამოიწვით უნიკალური გამოცემა და ესენი საჩუქრად გადავეცით ალიბეგლოს ამ სკოლასაც კახშიც და ქართველობას ანუ უფრო ინტენსიური ის მქონდა. მხოლოდ მე აღარ ყოფილა რომ 90-იანი წლების შემდეგ აღარ ყოფილა მე პროფესორად 91 წელს ვიყავ ბოლოს და მე აღარ ყოფილა. ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენი ცნობილი მწერლების წიგნები და ისეთი ჩავერთვებით მოგონილი გამოვა პოეზიის საღამო ჩემთვის ძალიან გადასარევი იქნება თან ბატონო ვაჟა იქ არის სკოლა ქართული
ჩემი მეგობარია ახლა აზერბაიჯანში ცხოვრობს, ცნობილი პოეტია და საზოგადო მოღვაწე იმირა მამედოვი, იმირ მამედლი. ხო, აი კი ჩემი კასპის რაიონიდან არის და აი ჩვენ ერთად გვქონდა ეგეც გულანის წევრი, ჩვენ ერთად გვქონდა იქ საღამო. მე ახლა მახსენდება მე რომ ბაქოს აზერბაიჯანის ლიტერატურულმა გაზეთმა ჩემი 10 ლექსი დაბეჭდა აზერბაიჯანულ ენაზე. აი დიდი ფორმატიანი გაზეთი იყო და მე ჩვენ აზერბაიჯანელებმა მიგვიპატიჟეს 1999 წლის 9 წელი იყო, ჯერ 9 აპრილი აქ მომხდარი არ იყო, მაგრამ ბაქოში იყო მომხდარი სისხლიანი ის ამბები. ხო, შეჯახება რომ მე მიხეილ ქლივიძე, იმერ მამედლი და ესენი ჩავედით ბაქოში ვიყავით მაშინ და აი ეს ლიტერატურული საღამოები და ესენი ჩავატარეთ მიუხედავად იმისა, რომ კომენდანტის საათი იყო და ძალიან ისეთ რეჟიმში ვიყავით, აი ეს მეგობრობა მაინც თავისი გაიტანა. მე გამიხარდება რა თქმა უნდა თუ კიდევ ერთხელ დიდი პატივი იქნება და თუ სხვა საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ჩვენი პოეტები ჩაერთვებიან და თვითონ ხო შეიძლება მე მაგალითად რამოდენიმე წიგნის გამოცემას ვაპირებ, მზადა მაქვს და მინდა რომ ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაცია ზუსტად გავაკეთო ალიბეგლოში. ძალიან კარგი. იქ ის იქნება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი, არ არის აუცილებელი დიდი ესე ვთქვათ დარბაზები იმისთვის რომ შენ საყვარელ ხალხს ასე ამოვნო. ეს იქნება ჩემი პატივისცემა ალიბეგლოს მოსახლეობის მიმართ და არა მარტო თეატრის მიმართ. ამასთანავე მე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ალიბეგლოში არის ძალიან კარგი ქართული სკოლა, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გააკეთა, უნიკალური სკოლა, სადაც ყველას კი უფასოა. თან არის შოთა რუსთაველის სახელობის. ჩვენ მთელი ვიდეო გადავიღეთ, გიორგიმ გადაიღო ლილვაშვილმა მაშინ და გაშვებულიც იყო სხვადასხვა რამდენიმე ეთერში და ყველა გაოცებული იყო, რომ ესეთი ქართული სკოლა იშვიათია. ჩვენთანაც არ არის მაგდონის სკოლა, სიმართლე უნდა გითხრათ. საუკეთესო. კი, და აი თუნდაც ის საღამოს ჩატარება, რაზე და ჩვენ საუბრობთ ახლა, ეს იქნება ძალიან დიდი პატივი, არა მარტო თქვენთვის, ჩვენთვის, არამედ იმ მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც არ არიან განებივრებული ქართველი მაგათი ცოცხალი პოეტებით ამ წერილებით. ნამდვილად, იქ მხოლოდ კედელზე გაკრულ ფოტოებს უყურებენ და კარგი იქნება თუ ჩვენ ყავს ახალგაზრდებიც, პოეტებიც, მწერლებიც და კარგი იქნება თუ ისინი გავტეხოთ ეს ნავსი და გავაგრძელოთ 21 საუკუნის აუცილებლად, კი. ხომ არაფერს დაამატებდით, ხომ არაფერი გაქვთ სათქმელი ქართველი მაყურებლისთვის, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემის დრო ნელ-ნელა დასასრულს მივახავთ. თქვენი შთაბეჭდილება, მადლობის იქეთ რა შეიძლება. აი საქართველო რა არის თქვენთვის რომ ჩამოდეხართ? მე საქართველო ჩემთვის აი მეორე უფრო დიდი საქართველოა რა თქმა უნდა, აი კიდე პატარა საქართველო. აიცი, აი რომ გადმოვდივარ ყველაფერი თავიდან აი მეცხრება ხდებიან მაყურებელი ყველანი. ჩვენთვის არის ძალიან სასიხარულო და საამაყო. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ყველა გვირეკავს, ყველა აქ რო ჩამოვდივართ, კონტაქტები აქვთ და გინდა აი ქალბატონი ფატი ისე თბილად ისე ყველაფერი და აი რო გადმოვიდით უკვე იცოდა რომ მადლობა მინდა ქალბატონ ფატის შევწირო, რომელმაც თქვენი თავი ესე გამაცნო, იმიტომ რომ სანამ თქვენ ჩამოხვიდოდით თქვენ შესახებ ძალიან ბევრი თბილი სიტყვა და ძალიან კეთილი სიტყვები ბრძანა. და სწორედ მისი დამსახურება რომ აი დღევანდელი ეს გადაცემაც შედგა. ჩვენი გადაცემა სამწუხაროდ დასასრულს მივახლოვდა. მე მადლობას ვწირავ კიდევ ერთხელ ფატი კიპაროიძეს, ჩვენი ძვირფასი სტუმრები იყვნენ ალიბეგლოს ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლ ლეგენდის ხელმძღვანელი ლაშა ასლამაზაშვილი და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი ნაილი თოფალაშვილი აზერბაიჯანიდან. მე ვაჟა ოთარაშვილი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის, კარგად წამდებოდეთ ჩემო ქართველებო. ნახვამდის წარმატებები.